უნდა განხორციელდეს ისეთი მარტივი პროექტი, ესე რომ ვთქვათ, მე ხმამაღლა ვიტყვი ამას. Much later. ისე გავიდეს 4 წელი, რომ რაღაცეების გაკეთება ვერ შევძელით. ეს კობა მურადაშვილია, დმანისის მერი ქართული ოცნების პარტიიდან. ზები გაკეთდება, სკვერი გაკეთდება, გაჩერება გაკეთება. სასახუთის პირველი ამიდან მამაჩემის დამატებით ყველა პენსია გაკეთდება. ხმამ ვიცეთ პარტია ქართულ ოცნებას 51 ნომერს, რომელიც მოგვიტანს მშვიდობას. მის მაგალითზე მოგიყვებით, რომ ფუფუნება მხოლოდ სამინისტროებსა და პარლამენტში კი არა, ადგილობრივ მთავრობაში წყვარებიათ. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ეს ეპიზოდი დააფინანსეს აიფაქტის მხარდამჭერებმა. მოქალაქეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტიკა თან ვერ ემსახურება ხელისუფლებას და თან ვერ აკონტროლებს მას. გახდით ჩვენი დამოუკიდებლობის მცველი. მურადაშვილი დმანისის მერია 2021 წლიდან. იქამდე მაღალ თანამდებობებს იკავებდა სუსში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი სახელი და გვარი ფიგურირებს გავრილოვის ღამის საქმეშიც. პოლიციელი იყო 2012 წლამდეც, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. მურადაშვილმა მერობის შემდეგ დმანისში სახლის აშენება დაიწყო. სამუშაოები ამ დრომდე 120,000 ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მურადაშვილის და მისი ოჯახის საკუთრებაშია 7 ბინა და 3 ავტოსადგომი თბილისში. ყველა მათგანი ბოლო 11 წელში მოაგროვეს. მაგალითად, ლია მურადაშვილის სახლზეა 70 კვადრატული მეტრი ბინა ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს შეიძინა, დეკლარაციის მიხედვით $25,000. 2017 წელს აქვს ნაყიდი კიდევ 2 ბინა წერეთლის გამზირთან, წყალტუბოს ქუჩაზე. ხოლო 2015 წელს $70,000 შეიძინა 113 კვადრატული მეტრი ბინა ვაკეში, ვერეს ხეობასთან. მოგვიანებით კი მას 2 ავტოსადგომი დაამატა. ბინები აქვთ მერის შვილებსაც, 22 წლის ტყუპ ძმებს, ნიკა და ირაკლი მურადაშვილებს, რომლებიც მამის კვალს დაადგნენ და პოლიციელები გახდნენ. მათ თბილისში 3 ბინა 2023 წელს შეიძინეს. ირაკლის სახელზეა 1 ბინა ნუცუბიძეზე, ალფა რეზიდენსის კომპლექსში და 1 მშენებარე ბინა დიდდიხომში. ხოლო ნიკას სახელზეა ბინა კლდანში, ტერასა გრინ თაუერის ახალ აშენებულ კომპლექსში. დეკლარაციის მიხედვით მერს დანაზოგად აქვს 11,000 ლარის ნახტი ფული, ხოლო ანგარიშებზე უდევს $16,000 და $13,000 ლარი. რაც შეეხება ავტომობილებს, მერის სახელზე არაფერია. მისმა ცოლმა კი 2025 წელს $40,000-იანი Toyota იყიდა. სოციალური ქსელებით კი ვიგებთ, რომ ოჯახი ხშირად მოგზაურობს ევროპაში. რა არის ოჯახის ოფიციალური შემოსავალი? ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მერის ყოველთვიური ხელფასი $5,282 ლარი იყო. მისი მეუღლე ლია მურადაშვილი კი საქართველოს რკინიგზაში მუშაობს, სადაც ხელფასი $1,500 ლარამდე აქვს. მცირე შემოსავალს იღებენ ბინის გაქირავებით, ხოლო კერძო ბიზნესი არ აქვთ. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.